GoGatGG.com გზაჯვარედინი მირა, მინდა რაღაც გთხოვო. მხოლოდ იმიტომ, რომ იამანის ძმა ჩვენ ცხოვრებაში არ შემოუშვა. რა უნდა მეკნა? შენზე მკითხა და იძულებული გავხდი მეთქვა. კარგია რომ მითხრა. გასაგებია? შევთანხმდით? კარგი დედა, შევთანხმდით. ვიცოდი რომ ამას მეტყოდი. ჩვენ ცხოვრებაში შემოსვლაზე ლაპარაკიც არ არის. არი ნერვიულო. თან მხოლოდ დღეს მოვიდა. დღეს თუ ხვალ არ მანაყვლებს. იამანის გამოჩენით ისედაც ბევრი რამ გადავიტანეთ. მოდი მისი ძმის პრობლემებს ჩვენ უმოვაგვარებთ. დედა, ნუ თუ იამანის გამოჩენით რამე პრობლემა შეგექმნა. თავად შეექმნა პრობლემა. შენს გული გადგინა. გასაგებია? აღარ მინდა რომ ესე გაბრაზდე და გთხოვ. მოდი ამ თემაზე აღარ ვილაპარაკოთ. კარგი დედა, კარგი, არი ნერვიულო. აქ ისედაც დიდხანს არ დარჩება. ცოტა გონს მოვა და წავა. ძალიან კარგი. ჯობს ისე წავიდეს, რომ ჩვენ არ შეგვეხოს. კარგი დედა. დედამისის ლამაზი ქალი ყოფილა. ყველა მდიდარი ასეთი ლამაზია? ალბათ იმ წყლის ბრალია, რომელსაც სვამენ. ძმაო. კარგი, ძმაო, კარგი. ეს კომპლიმენტი არ არის. შენ საყვარელ სიდიდრეზე არაფერს ვამბობ. შეხედე. სრული შემადგენლობაა. ხოლო შენაკლი ხარ. ქალბატონი ენდერი გავიცანი. ბატონ სელიმს ვიცნობ. მერცაც, მაგრამ ბატონი ასიმ შეკიპკაიას გვერდით ვინ არის? სედეფი. ქალბატონი ენდერის და. სედეფი ძალიან ლამაზია. ისიც ოჯახურ ბიზნესშია, კომპანიაში მუშაობდა, მაგრამ წამოვიდა. ახლა მირას მამასთან ერთად სანაპიროზე რესტორანს გახსნის. ვიცოდი დღისთვის? არ ვიცი, მაგრამ მაგარი გამოდის. არ მინდა რამე ვთქვა, მაგრამ მომსახურების სფეროში პრობლემებია. ჰოლდინგში მუშაობა საერთოდ არ გავს. მაგრამ ამ სფეროში ალბათ უამრავი ნაცნობი ეყოლებათ. ვფიქრობ, სერიოზული პრობლემები არ შეექმნებათ. არ მესმის ენდერი ასე მშვიდად როგორ არის. კარგი, იამანის ამბავი გასაგებია. სელიმი მისი მეუღლეა, მაგრამ ძმის სახლში შემოშვება ეს უკვე მეტისმეტია. მოვედით. უკვე აქ ვართ, კენანი ჩემთანაა. გასაღები მოგცე? არა, ხვალ მომეცი. კენანი მომიკითხე. ამ საღამოს ვერ გნახავ? დედა ჩემი ახლა მოვიდა. მთხოვა რომ ამ საღამოს არ საწავიდე. კარგი. ხვალამდე, გოცნი. იამანი, მოვიდნენ. ამ საღამოს თქვენთან ერთად ვერ ვივახშმებ. არ გეწყინოთ. არც ლაპარაკის ხასიათზე ვარ და არც თამაში შემიძლია.
კარგი, ჩემო საყვარელო. როცა მოგშივდება, მოდი. არ ინერვიულო. არ ვიცი. ახლავე მოვალ. საღამომშვიდობისა. ახალი რა არის? ყველაფერი რიგზია, პრობლემა მოგვარებულია. შესანიშნავია. მიხარია. შეიძლება ცუდად გამოდის, მაგრამ ჩვენ ვჭამეთ. თქვენთან ერთად ვერ ვივახშმეთ. კენანის ოცნება ჰამბურგერთან დაკავშირებით ახდა. ხომ გესმის? არა უშავს, ღმერთმა შეგარგოთ. მაინც ამისგან არაფერი გამოვა. საღამოსთვის რა გეგმები გაქვთ? უფრო სწორედ ლაპარაკს თუ არა პირებთ, რამე ხომ არ გვეთამაშა? ნახოთ, მანქანებით ვინ უფრო კარგად თამაშობს. რა სიტყვი? ნუ თუ შეიძლება ადამიანს, რომელიც მანქანის გატაცების გამო ციხიდან ახლა გამოვიდა, ესე თამაშა. რატომაც არა? ბოლოს და ბოლოს ჩვენზე მეტი გამოცდილება აქვს. მერტ. სიტუაციის გამოსასწორებლად თქვი. ისე უბრალოდ. ფიქრობ, რომ საღამოს კენანის შიგნით შემოყვანა გაგვიჭირდება. კარგი. რადგან ასია, ჩვენ მივიდეთ მასთან, ძმაო. საფარი. 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 საფარი, მოდი აქ. შენ საიდან მოხვედი? როგორ არ გწხვენია? უკაცრავად. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. ყურადღებას მომაქცევ. რა პრობლემაა? არა უშავს. თავის სიზმარში მგონია. მოდი აქ. რა ქვია? საოცარი არსება ხარ? საფარი. შენია? ხო. რა ხდება? გუშინდელის მერე ვინმე დაგირეკა? ვინმე შეგაწოხა? არა, მაგრამ ამ თემაზე აღარ ვლაპარაკობთ. ასაგებია. შეხვედრამდე. სად მიდიხარ? სადაც გავასეირნებ და მე რესტორანში დავა. რესტორანი სანაპიროზეა? ხო. შეხვედრამდე. ძვირფასო, დილამშვიდობისა. რა გასაკეთებ? ყოველთვის როცა საფარის ვასეირნებ, აქ შემორბის ხოლმე. როგორ ახარ? საღამოს რამე საქმე გაქვს? მგონი წვეულება გაიმართება. სიმართლე გითხრა, არ ვიცი რას გავაკეთებ. კარგი, მერე ვილაპარაკოთ. მირა. გისმენ? ცოტა იჩქარეთ, ხო? კარგი დედა. ნახონდეს. ნახონდეს. წამოდი, წამოდი. დილამშვიდობისა, ძმაო. ჩუმად. ნუ ჩურჩულებ. შენს ბატონებს არ გაეღვიძებათ.
წამოდი, წამოდი. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა ძვირფასო. მოგვიანებით რესტორანში ვაპირებდი მოსვლას. მე კი თქვენთან მოვდიოდი. თუ გინდა მე ერთად წავიდეთ. შეიძლება. დედა შენი უკვე წავიდა? არა, სახლშია. კარგი ძვირფასო. რა მოხდა, ღამე ვერ დაიძინე? მართლა ვერ დავიძინე. მთელი ღამე ჩემი პატარა დეიდა მესიზღრებოდა. ძალიან პატარა იყო. ისეთი პატარა, რომ დილამდე ვეთამაშებოდი და ვაჭმევდი. ღმერთო, ასეთი პატარაც არ არის. ნახე? არა. ძალიან მაინტერესებს ვარსკვლავური ომების ახალი ფილმებით, მაგრამ სიზმარს თუ დაუჯერებ, ეს დღეები კარგი არ უნდა იყოს. ინტერნეტში წავიკითხე. გოგონები უამრავ პრობლემას ქმნიან. სისულელია. გოგონა ბედნიერებას ნიშნავს. დილამშვიდობისა. ბატონო სელიმ, საუზმე მზად არის. დილამშვიდობისა, სუზა. ღმერთმა ხელი მოგიმართოს. ენდერის სასეირნო წავიდა? არა, მაგრამ წერილი დაგიტოვათ. ინებეთ. ძვირფასო, ადრე უნდა გავიდე. ფირმაში საქმე აქვს, კოცნი. მაოცებს თქვენი ენერგიულობა. ქმრისაც და ცოლისაც. ასე ადრე როგორ იღვიძებთ? გისმენ სელიმ. ენდერ, სად ხარ? ფირმაში მივდივარ საყვარელო. მომისმინე, იმ გოგონას ჭიშკართან ხომ არ გახარ? მაინტერესებს სელიმ. უბრალოდ შორიდან შევხედავ. ვერ ვიჯერებ. რა, ჭიშკართან დგას? როგორ არ წვენია დედა? რატომ არ წამიყვანე? მოიცადე შვილო. გპირდები, არაფერს ვიზამ. მხოლოდ შორიდან შევხედავ. არა, ენდერ. ხო, საყვარელო. ტელეფონს ვთიშავ. კოცნი. დედა შენი დღითი დღე უფრო მაოცებს. მართლა. იმ სახლის წინ ასაკეთებს. რა მეკითხა? კარის შემტრევას ცდილობს? არა. ეგ გვაკლდა სწორედ. სწრაფად მოვაგვარებ ჩემ საქმეებს და მოვალ. არ იჩქარო. არ მინდა მარტო დაგტოვო. როგორც კი მოვალ, აგარაკზე წავიდეთ. ცხენებით გავისეირნოთ. შახინს ძალიან მოენატრე. მეც მომენატრა, მაგრამ ორ კუნს დავპირდი. უნდა დავურეკო, რომ დღევანდელი დღის გეგმები შევათანხმოთ. ხო, მაგრამ ტელეფონი. გმადლობ. გისმენთ, ბატონო სელიმ. დილამშვიდობისა, ქალბატონო რეიხან. არ მინდა ისე გამომივიდეს, თითქოს ცოლს ვაბეზღებ, მაგრამ იმიტომ გეუბნებით, რომ ყურადღებით იყოთ. შეიძლება თქვენი სახლის წინ დგას. ამას რატომ აკეთებს? ცუდის რახვები ნამდვილად არ აქვს. უბრალოდ დის ნახვა უნდა. თავს რატომ არ გვანებებთ? არ მინდა ეს ვინმე გაიგოს. დედა. რამე მოხდა? არა ძვირფასო. არაფერი მომხდარა. ყველაფერი რიგზია. არ გაბედოთ და ზღვარს არ გადააბიჯოთ. არ გაბედოთ. დიახ, მართალი ხართ. ნახვამდის. ამას დედას ვეთქვი. შენზე ადრე მე ვეთქვი. როგორ ჩამძინებია, მაგრამ ჩემთვის სასარგებლო აღმოჩნდა. წელი არ გკივა? არაფერიც არ მткиვა. ჩიტივით ვარ. დღეს რას ვაპირებთ? რამე გეგმა გვაქვს? არ ვიცი. ცოტას გავისეირნებ. არა, ეგ არ მიგულისხმია. საერთოდ რას აპირებ? დედასთან იზმირში წახვალ? დედა ჩემმა მიმანიშნა, რომ არავის დანახვა არ უნდა. ამ კარს ტყუილად არ მიუკაკუნებ. ნახოთ, შეიძლება რამე გამოჩნდეს. ამის გამო შენ რატომ ხარ დათქმული? მითხარი. რატომ? რა ხდება? აღარ იტყვი? ორშაბათიდან სწავლა მეწყება.
შენთვის ბევრი დრო აღარ მექნება და ვნერვიულობ. მეგონა სანამ დრო მაქვს რამეს მოვიფიქრებდით მეთქი. ძო, შენი ყურადღება არ მჭირდება. საქმეს მიხედე. სასწავლებელში წადი. მე რამეს მოვიფიქრებ. ამას შენთვის ვამბობ. გასაგებია. აქ არ დავრჩები. ერთ-ორ დღეში სამუშაოს ვიშოვი და წავალ. დღეს თუ სამსახურის მოძებნას აპირებ, წამოყვები. რაღაც საქმეები მეც მაქვს. ფირმაში არ მიდიხარ სტაჟიორო. არა, არ მივდივარ. გასაგებია, სანამ აქ ვარ, შენი მთავარი სამუშაო ჩემი დაცვაა. მინდა რომ ერთად ვიყოთ, სულ ეს არის. კარგი, ერთად გავიდეთ. კარგი, ჯერ შხავს მივიღებ, შემდეგ სანაპიროზე ვისაუბროთ. აქ ბევრი კარგი ადგილია. მოგეწონება. ღია ცის ქვეშ არის. არ მჯერა რომ ეს გააკეთეთ. ცუდი ძრახები არ მქონია. მხოლოდ მამა ჩემი შვილისთვის უნდა, მე მხოლოდ არავით არის მამა შენი შვილი. ის ჩემი შვილია. ასიმს უკვე ვუთხარი და შენც გეუბნები. ჩემი შვილისგან თავი შორს დაიჭირათ. თქვენთან პრეტენზია არ მაქვს. მინდა ჩემო შვილმა ისე იცხოვროს, როგორც დღემდე ცხოვრობდა. თქვენგან არაფერი მინდა. თქვენთვის პრობლემის შექმნა არც მიფიქრია. გთხოვთ, წადით აქედან. ადამ არაფერი იცის. ჩვენი ცხოვრებით არ ითამაშოთ. კარგი. მობადიეთ. რა სიტყვი რომ მოგიტაცო? გეტყვი რომ ახლავე და რაც შეიძლება სწრაფად. ახსნა ვიწრო წრეში იგეგმება. არ გელოდი ფაროკ. ამ ბოლო დროს იმაზე ხშირად გნახულობ, ვიდრე დაქორწინების შემდეგ. მამა ჩემი დღეს თავის სამფლობელოში გაერთობა. დღეს რესტორანი იხსნება დედა. რა კარგია. ქალიშვილებთან ერთად მინდა შენს გითხრა. გადავწყვიტეთ ერთად მოვასწროთ გახსნა. თქვენი მეგობრები დაპატიჟებულები არიან ბავშვებო. კარგი, კარგი, ჩემებს შევკრიბა. მირა, ძალიან გთხოვ ყველას ნუ წაიყვან. იამანის ძმა ციხიდან გამოვიდა. დედა მესიგულის ხმა. სერეზებთან ცოტა ხნით დარჩება. დიდხანს არ იქნება მამა. უბრალოდ მალე წავა. უნდა წავიდე. იმედი არ გეწყინება ფაროკ. აქ მაინც შვილების გამო მოხვედი. სუდე. შეიძლება დაგელაპარაკო. რა თქმა უნდა. რა ხდება? შორიდან არ დავიწყებ. ძალიან მეწყინება ასიმ შეკიპკაიას მორიგი ქალი თუ გახდები. ორი მოზრდილი ქალიშვილი გყავს. ისევე როგორც შენ.
ამას ჩემს გასაბრაზებლად თუ აკეთებ, ხდები. ძალიან ხდები. ნამდვილად მაოცე ფარუქ. დილიდან ისე ჟღერს, თითქოს მორალს მიკითხავ. სერიოზულად გეუბნები. ისეთ საქციელს ნუ ჩაიდენ, რაც არ შეგშვენის. ხომ არ ეჭვიანობ? დაიგო, ასე თქვა ხომ არ ეჭვიანობა? როგორ არ ცხენია, მოდი აქ. მხოლოდ ის მინდა, რომ გული არ გეტკინოს. დამშვიდდი. ძმაო, დილამშვიდობისა. ჩემს მას ვეძებ, აქ არის? არა, არ მინახავს. არც მე. სამუშაოს მოძებნა უნდა და ალბათ წავიდა. დღეს ფირმაში მიხვალ? არა, ბიძია. მინდოდა მასთან ყოფილიყავი, მეგონა რამეში დავჭირდებოდი, მაგრამ ძალიან კარგი. ასეც მოიქეცი. შეძლებს დაგვარად მარტო არ დატოვა. დაურეკავ. რამე შეჭამე? არა, მე რამეს ვიყიდი. ნახვამდის, შეხვედრამდე. საღამოს შევხვდებით, მამა. კარგი ძვირფასო. შემატყობინი რამდენს დაპატიჟებ და ზუსტ დროს გეტყვი. სამზადისი ალბათ საღამომდე გასწრას. კარგი. ნებისმიერ შემთხვევაში საღამოს მოვალთ. საღამოდებას გისურვებ, იამა. დიდი მადლობა. ალო. ძმაო, სათხარ. ხომ გითხარი რომ გავივლი მეთქი? საღამოს გნახავ. საღამომდე ძვირფასო. ჩვენ ხომ ერთად უნდა გავსულიყავი და სანაპიროზე გვესაუზმა. სხვა დროს იყოს. ახლა შენ საქმეებს მიხედე. არ მინდა შენზე ვიყო დამოკიდებული. რაც უნდა იყოს, საღამოს შევხვდებით. რამე პრობლემა ხომ არ გაქვს? დაბრუნდები? რა პრობლემა? ილოცე რომ დღეს სამუშაო ვიშოვა. კარგი, წარმატებას გისურვებ. გმადლობ, კარგი. ტელეფონს ვიშავ. ნახვამდის. არ გაბრაზდე. ვიცი, ვერ ისვენებ, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება. ჯერ ადრეა. ვიცი. ხო და შესანიშნავი ამბავი უნდა გითხრა. რა ამბავი? საღამოს მამა ჩემის რესტორანი იხსნება. მხოლოდ ოჯახის წევრები და ახლობლები იქნებიან. ხო, არ წამოხვა? მოიცა, ჯერ ქენანი დაბრუნდეს. როცა დაბრუნდება, წამოხვა? შეიძლება. არ გვეკითხებით ბეტონს ისიასხამთ? მთელი დღე რა უნდა ვაკეთოთ? დაგელოდოთ სანამ სამუშაოს მორჩებით. შენთვის უნდა მეკითხა? როგორც კი ამის დრო მოვიდა, მაშინე დავიწყე. მოდიხართ, მაგრამ მუშაობა არ იცით. მერე ჩვენი დასამთავრებელია. როცა მკითხავენ, რატომ შეფერხდიო? რა უპასუხო? რას ნიშნავს მუშაობა არ ვიცი? ამით რისი თქმა გინდა? დამშვიდი, ქალბატონი სედეფი აქ არის. საქმეს მიხედე. ღმერთო ჩემო. რესტორანი ჯერ არ გახსნილა. თუ ძალიან არ გშიათ, უნდა მოითმინოთ. რამდენიმე კვირაში აქ უგემრიელესი საჭმელი მომზადდება. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. გილოცავთ. დიდი მადლობა. უფროსი თქვენ ხართ? დიახ, მე და ჩემი კომპანიონი. თანამშრომლები არ გჭირდებათ? ამიტომ მოხვედით. უკაცრავად, მაგრამ თანამშრომლები ფირმის დახმარებით აყვავს. გასაგებია. საღამომშვიდობისა. გამარჯობა. თქვენი სახელი თუ შეიძლება? ჰელენი. ჰელენი? კვინი. დიახ, მოგზადით. გაერთეთ. საღამომშვიდობისა. ბატონო მეჰმედ, გთხოვთ. ჯესიკა. უკაცრავად, მაგრამ 15 წუთი მოცდა მოგიწევთ. ინგლისური იცით? სამწუხაროდ არა. დასანანია. ხელი გამიშვილ, ასაკეთებ. არა უშავს, უბრალოდ სადე. კიდევ ერთხელ გილოცავთ.
გასაკეთებთ. შენასაკეთებ. დაიშალეთ. როგორ არ ცხენიათ? რა მოხდა? ამ ბეტონის გამო საქმეს ვერ მომთავრებთ. თან ჩხუბობს. ამას უყურეთ. ლაპარაკობს კიდეც. წადი აქედან. დაამშვიდით ერთი წუთით. რადგან მუშაობა დაიწყეთ, დაამთავრეთ მაინც. შენს დაასრულე სამუშაო. 2 საათია ამაზე გამართობთ. დილიდან ბეტონს გაიძახით. უკვე ყველა შეწუხდა. დილიდან ვამბობ, რომ დაძაბული სიტუაციაა. ქალბატონით შეაწუხეთ. მორჩა. გეყოფათ. შევთანხმდით? კარგი. კარგი, შევთანხმდით. მიდის რაფად. უკაცრავად. ასე მგონია ეს სიტუაცია თქვენ მოვაწყოთ, რომ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინოთ. არა, რას ამბობთ? ამას როგორ ვიზამდი? რადგან ასეა, დღეიდან უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ხართ. რა სიტყვით? უფროსი? ფარუკ, მოდი. უსაფრთხოების პრობლემა მოვაგვარე. მართლა? ხო, ეს ბატონი უსაფრთხოების განყოფილების უფროსია. შეუძლია ახლავე დაიწყოს. თქვენი სახელიც კი არ ვიცი, მე სედებკაია ვარ. კენან კოპერი. კოპერი? დიახ, იამანის უფროსი ძმა. მართლა? დიახ. რა მოულოდნელია. კარგი, დღეს საღამოს სტუმრები გვეყოლება. შენც მოდი, წვეულებას ვაწყობთ. შევთანხმდით? გმადლობთ, დიდი მადლობა. ჯერ გახსნის ცერემონია. შემდეგ კი მუსიკა. სიახლე სედებისგან. რა მნიშვნელობა აქვს? შესანიშნავად გამოიყურებიან. შენობის ხარვეზებს მათი ენერგეტიკა ფარავს. ნათელია, რომ მთელი გულით საქმეს მოეკიდნენ. ბუნებრივია თავს რომ უცხოდ გრძნობ. მეც კმაყოფილი ვარ, მამა. მე რა? შენი სიბრმავით გამაკვირვე. ლამაზია. თაღები და კედლები ხავერდით შევფუთოთ. ცენტრში ხავერდი არ მინდა. რამე სხვა მოვიფიქროთ. იამან, მოდი აქ, მოდი. მოდი. იამანიც დაგვეხმარება. დაუჯერებელია. Tozlu dere saura იგრძნობა. როგორც შიგნიდან, ისე გარედან. რა კარგია. საინტერესოა, უსაფრთხოების დასაცავად ვინმე დაიქირავეთ? ასეთი პატარა რომ არ იყო, შენ დაგიქირავებდით.
ურთიერთობა ცუდად დავიწყეთ. უხეშად მოგეკეცი. ბოდიშს გიხდი, მაპატიე. მადლობა. სამსახურში ვარ. დალევა არ შეიძლება, მაგრამ დასვენების დღეებში თუ შემომთავაზებ სიამოვნებით. სენებ შენ დაისვენებ, ინტერესი დამეკარგება. ინანებ. ქალბატონ სედებს უთხარით, რომ მომსახურე პერსონალი მოვიდა. კენა? უცნაურია, რომ ჩემი სახელი გახსოვს. ბატონო სალი, ოფიციანტები უკანა მხრიდან შეიყვანეთ. გთხოვთ. ვინ არის? სიმპათიური მამაკაცია. რა საყვარლები არიან არა? ორივე შესანიშნავი ხმა აქვთ. გიტარაზეც რა კარგად უკრავს, არა? თან დაკვრა ცოტა ხნის წინ ისწავლა. მართლა? ხედავ მხოლოდ ხრის ინიჭიერებით ხარ დაინტერესებული. ალბათ იმიტომ, რომ სასწავლი აღარაფერი დამჭა. მხოლოდ შენ მაინტერესებს ჩემო სიყვარულო. ხალხს კი ეს არ ადარდებს. აშკარაა, რომ მამა შენი ჩემზე გაბრაზებულია და ამას არც მალავს. რა სისულელეს ამბობ? ბარიშს, ასე რატომ იქცევი? ბიჭი ცდილობს შენთან ურთიერთობა დაამყაროს. სედებ, მამა, გილოცავთ. წარმატებას გისურვებთ. გილოცავთ. გილოცავთ. მალე ალბომს გამოუშვებენ. ხო, მაიც ისევდა. უსამართლობა, შესანიშნავად ბღერია. რა საყვარელი ხარ? სცენაზე აყვანა საჭირო არ იყო, თავს უხერხულად ვხსნობ. ყველაფერი შესანიშნავად იყო. ხო, მაგრამ ასეთი რამ აღარ გააკეთო, ხო? კარგი. ხედავ, ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება. ქალბატონმა სედებმა თქვა, თუ საწელია და კარგად ჩაივლის, კენან შეუძლია მოახლეების სახლში იცხოვროსო. შესანიშნავია. ხო. ხომ ხედავ, საშიში არაფერია. კენანიც ახალ ცხოვრებას დაიწყებს. ღმერთ მაქნას. მოდი ვიცეკვოთ. მოიცავ ნახავ კენანი როგორ არის. თავი დაანებე მუშაობს და ყურადღებას ნუ გაუფანტავ. ახლა შენი ჯერია. ამოირჩიე სიმართლე თუ სიმამაცე. სიმართლე. პირველად როდის შეგიყვარდა? ლიცეუმში. როგორ, ბავშვობაში არავინ ყვარებია? როცა ლიცეუმში შემიყვარდა, მივხვდი რომ ადრინდელი სიყვარული არაფერს ნიშნავდა. დედა ჩემი რეკავს. გესმის? უკვე მიასეთ რეკავს. უპასუხე. კარგად ვარ. ყველაფერი რეგზია. ისე ვორკუნთან ერთად ვარ. სანაპიროზე ვსეირნობთ. კარგი, მეც გოცნი. აქ არავინაა, ნუ ნერვიულობ. სად გავჩერდით? დედა შენი სულ ასე ნერვიულობს? ბოლოს და ბოლოს ლონდონში მარტო ცხოვრობ. მარტო არა. ალბათ იქ. მამა ჩემი სიმედი აქვს. მამა შენთან როგორი ურთიერთობა გაქვს? შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ერთ ქალაქში ვართ, ერთმანეთს პრობლემას არ ვქვნით. ჩვენი ცხოვრებით ვცხოვრობთ. მაგრამ ზოგჯერ გვახსენდება, რომ ერთმანეთი გვიყვარს.
რა თანამედროვე მომაყოლეა. ო, ასეა. მოდი გავაგრძელოთ. ჩემი ჯერია? რესტორანს დღეს ხსნიან? ეს რა ადგილია? ეს ადგილი ჩვენი ნაცნობების საკუთრებაა. ახალი საქმე წამოიწყეს. ესე იგი დღეს იხსნება. თუ ნაცნობები არიან, მივიდეთ. იქნებ მუსიკაც იყოს. ვიცეკვებთ. ალბათ ყველანი იქ არიან. ვინ არიან? მოდი გავაგრძელოთ. სიმართლე თუ სითამავე? ამჯერად სითამამეს ვარჩევ. მაგოცე. ეს სითამამე კი არა, მოლოდინია. იმ ბიჭს თუ ვაკოცებ, კარებთან რომ დგას, სითამამე იქნება. ადა, გაგიჟდი? არა, ოიცადე. ქალბატონი სედები გეძახის. რატომ? გაჩერდი. ეს რა იყო? სითამამე. არაფერ შუაში ვარ. ბოდიშს გიხდით. მე და ორკუნი ვთამაშობდი და იძულებული გავხდი ასე მოუქცეულიყავი. ბოდიშს გიხდით. იმ ბიჭის სახე დაინახე, სულ გაფიქრდა. გამარჯობა ორკუნ. ბატონო ასიმ. რა ხდება? ზოულების უნიგეცა? ეს მხოლოდ დამთხვევაა. მე და ადა აქვე ვსეირნობდით. რა თქვა? ადაო? გამარჯობა. გამარჯობა ძვირფასა. ნება მომეცით გაგაცნოთ. რეიჰან არსენის ქალიშვილი ადა. დაუჯერებელია. ყველას მოგესალმებით. იმედია დაუპატიჟებელ სტუმრებს მიგვიღებთ. ზოულებები სწორედ ამისთვის არსებობს. თუ გინდა წავიდეთ. ცოტა ხანს კიდევ დავჭერთ. ძალიან წყუროდა. შენ არ გინდა. რა იყო? ვატყობ იმ პატარა კოცნამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. სისულელეს ნუამბობ. ვერც კი მივხვდი რა მოხდა. კარგი. მართლა გეუბნები. კარგი, ამ თემაზე ნუღარ ვილაპარაკებთ. ეს გოგო ვინ არის? ადა. სიმართლე გითხრა არც მე ვიცნობ, ფარვანა. საყვარელო, ცოტა გამოცოცხლდი, თორემ ყველა მიხვდება ვინც არის. მაგასაც სწორედ ეგ უნდა. მისი ვიზიტი მხოლოდ დამთხოვა არ უნდა იყოს. აქ სპეციალურად მოიყვანე არა? ასე არ არის. უბრალოდ აქვე ვსეირნობდით. შენს ნებაზე რაღაცებს ხლართავ. ეს ძალიან არ მომწონს. ხომ არ მეშლება? დღეს ჩვენი სახლის წინ თქვენ მოგესალმეთ, არა? დიახ. თუმცა ერთმანეთი არ გაგვიცნია. ადა. მე იმდერი ვარ. სასიამოვნოა. დღეს ქალბატონ რეიჰანთან საქმიანი შეხვედრა მქონდა. სამსახურთან დაკავშირებით. ქალბატონ რეიჰანთან. ხო.
ეს ალბათ დამატებითი შეხვედრა იყო, არა? დაახლოებით. Ada Savaşeri. ძალიან სასიამოვნოა. და აი დიდი შეხვედრა შედგა. რა შეხვედრა? ნუ მკითხავთ. მაინც არ გეტყვით. შოკში ვარ. თავგზა ამებნა. რაღაცას მიმალა არა? საიდან მოიტანე? მერტ. ისედაც ყველამ გაიგო და დასამალი რა არის იამარ. იქნებ გვითხრათ რა ხდება? აი ის. ადა. ცნობისთვის. დეიდათ მეკუთვნის. რა? გოგონება. ოღონდ ეს ოჯახური საიდუმლოა. არავისთან წამოხდეთ. ადაწლებია ბატონი ასიმ შეკიპკაიას უცნობი ქალიშვილია. არ არსებობს. აკე გითხარი. მერცერეზი საიდუმლოს ვერასდროს ინახავს მეთქი. ბატონო ფარუკ. ბოლოს სტუმრები დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუ გნებავთ ახლავე გავიყვან. არ ღირს. უკვე შემოსულები არიან. თუ გინდა წავიდეთ. რატომ შენი ვრეთვერთობი? შენ არ მოგწონს? მომწონს. მაშინ წამოდი ვიცეკვეთ. ამდენი წელი არაფერი იცოდა? არა. ზეიჰან არსენი ყველას უმალავდა. თავის შვილსაც კი. ფილმში მგონია თავი. ნამდვილი სკანდალია. თანაც როგორი? კოსმოსური. კენან, ხო დავილაპარაკოთ. სტუმრებს მიხედენ ვალოდინებ. გმადლობ. გისმენთ? რა კი ღია თამაში გადაწყვეტე, მაშინ მეც მაქვს ჩემი კოზირი. რას გულისხმობ? დნმ-ის ტესტი მინდა. დაივიწყე.
ამაზე არასდროს დაგთანხმდები. თუ გინდა დავიჯერო რომ ადა ჩემი შვილია, ამას გააკეთებ. აუცილებელი არ არის. ადამ მხოლოდ ჩემი შვილია. შენ მასზე არავითარი უფლება არ გაქვს. არ ჩემი მჯერა და არ ჩემი სიტყვების. ახლა ხან შენი შვილი მოვიდა და ხელი ჩავმართა. დედაშვილი აშკარად მეთამაშებით, მაგრამ არაფერი გამოგივათ. თქვენს თამაში ვერ ჩამითრევთ. გასაგებია? საყვარელო, წამოდი შიგნით შევიდეთ. აქ მირჩევნია. ჩემს გამო მოიწყინე? არ მომიწყენია. აბა რა გაწუხებს? მითხარი. ეს გოგო არ მომწონს. ვინც არ უნდა იყოს, არავის აქვს უფლება ჩვენს ურთიერთობაში შემოიჭრას. ძალიან გავბრაზდი. ეს მხოლოდ სულელური ხუმრობა იყო. ცუდი თამაში. თვითონაც ხომ აღიარა? ეთყობა ძალიან გესიამოვნა რომ გაკოცა. რა უნდა მეკნა? დამერტყა? ეგ რა შუაშია? ჩემს ადგილას წარმოიდგინე თავი. ის ქალბატონი ენდერის და ჩვენი სურვილის მიუხედავად სულ მალე დაახლოვდებიან და თქვენ სახლში ხშირი სტუმარი იქნება. ამას გარდა ისეთი გაუწონასწორებელია, რომ შეუძლია სრულიად უცხო ადამიანსაც კი აკოცოს. იეჭვიანია რა? ვიეჭვიანე, ხო? გასაკვირი რა არის? ვერაფრით ვიგებ შენს ოლიმპიურ სიმშვიდეს. თუ გახსოვს მსგავს სიტუაციაში მე რომ აღმოჩნდი, დასაბმელი იყავი. კარგი, მართალი ხარ. უფრო ფრთხილად უნდა ვიყო, რომ ვინმე არ მაკოცოს. მართალია, არაფერი დამიშავებია, მაგრამ მაპატია. ჩემ გარდა ვერავინ გაკოცებს. უმოწყალოდ გავანადგურებ იმ ტუჩებს, რომელიც შეგეხება. ჩემს ტუჩებს თუ იმის ტუჩებს? იმის ტუჩებს. ლონდონში რაზე სწავლობ? თეატრალურ ხელოვნებაზე პირველ კურსზე ვარ. მე კი ვიზუალურ კომუნიკაციასა და დიზაინზე. მე ეილიული და ტუჩე ჯგუფელები ვართ. მაგარია. ლონდონიდან როდის ჩამოხვედი? გუშინ. მართლა? როდემდე დარჩები? ჯერ არ ვიცი. თქვენ როგორ გაიცანით ერთმანეთი? მე და ქალბატონ რეიჰან საქმიანი შეხვედრა გქონდა და იქ გავიცანე. რა დამთხოვაა? შესანიშნავია. სწორედ ამ დამთხოვება მოგიყვანა ჩვენამდე, თორემ ისე ხომ ვერ გავიცნობდით ერთმანეთს. ხო, მართალია. კარგია რომ აქვე სეირნობდით. ხო, თორემ სხვაგვარად ვერ გაგიცნობდით. პირადად მე გულთრელად ვამბობ, რომ ძალიან მიხარია შენი გასწრება. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მთელი ცხოვრება აგიცნობ და უფრო მეტიც, რომ გიყურებ, სისხლით ნათესავი მგონი ხარ. ასეთი რამ არავის მიმართ არ განმისდია. მართლა. თქვენც ძალიან მომეწონეთ. იმედია ისევ შევხვდებით. რა თქმა უნდა, რამე უნდა დავგეგმოთ. რატომაც არა სიამოვნებით. აი სიგნალი მომივიდა, რომ სახლში დაბრუნების დროა. უნდა წავიდეთ. წავედით. ძალიან სასიამოვნო იყო. ჩვენთვისაც. ჩემთვისაც დროებით. დროებით. ნახვამდის მეგობრებო. გილოცავთ. შეხვედრამდე. დროებით. გამემშვიდობისა. ნახვამდის. დარწმუნებული ხარ? დანამდვილებით იცი რომ მათი შვილია? ხო, ბატონმა ასიმაც კი ახლახან გაიგო. ახლა რა იქნება? რას აპირებენ? არ ვიცი, მაგრამ გონი ბატონი ასიმი უკმაყოფილოა შვილის გამოჩენით. ორგონმა დიდი შეცდომა დაუშვა აქ რომ მოიყვანა. რატომ? იმიტომ რომ დედაჩემის გულში სამეფო ტახტიდან ჩამოვარდა. გამიხარდა ისევ რომ გნახეთ. მეც. დედა მომიკითხე. სიამოვნებით. ღამომშვიდობისა. ნახვამდის. არ მგონია ეს დამთხოვა ან რამე მსგავსი იყოს. იქნებ ორკუნმა სპეციალურად მოგვიგზავნა ის გოგო. ან იქნებ ეს ყველაფერი იმიტომ გაითამაშეს, რომ ჩვენი ურთიერთობა აერიათ. ვინ იცის? მისგან ყველაფერია მოსყოლდნელი. გამუდმებით თავს გვესხმის. სულ შეიარაღებულია. რას არაკეთებს, რომ გაგვანადგუროს? ვისაც არ ვიკარებთ, ყველას გარშემო იკრებს. ჯერ შენი მამინაცვალი. ახლა რეიჰან არსენის ქალიშვილი.
ჩემი სახელი შემომესმა. შეთქმულებას მიწყობთ? ეს მართლა გინდა? არა. უბრალოდ მინდა და დავრწმუნებულიყავი. არა. აშკარაა რომ ყურადღება გხიბლავს, მაგრამ უკაცრავად აქ არავის აღელვებ. ძალიან საინტერესო ხალხი ხართ. ზოგიერთები ძალიან საყვარლები. ზოგიერთები კი ყინულებით ცივი. უკვე მიდიხარ? ხო, ღამემშვიდობისა. ღამემშვიდობისა. საერთოდ არ მჩვევია ხალხის უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება. ბოდის გიხდი, დროებით. დროებით. რა უცნაური გოგოა. ჩემი ყოფილი შეყვარებულია. ეტყობა იეჭვიანა. მოდი ეს სისულელე შევწყვიტოთ. გასაგრძელებელი არც არაფერია. ასე აკეთებდა არა? არ ვიცი, ყურადღება არ მიმიქცევია. ნუ იტყუები. არ ვიტყუები, პრინცესა. მაშინ სიმართლეს მალავ. ეს მოძრაობა მოგეწონა? გეყოფა. დღევანდელისთვის მადლობას გიხდი. შესანიშნავად გავერთე. მიხარია. უცნაური საღამო იყო, მაგრამ ძალიან მხიარული. შეიძლება ისევ გნახო. რა თქმა უნდა, დროებით. თავს გაუფრთხილდი. შენს. გამარჯობა. ამით რას ვცდილობ? ნეტიკო, შესანიშნავი საღამო მქონდა. ნუ ჩამომწარებ, კარგი? იქ რატო მიხვედი? რა მოხდა? ორგუნმა წაგიყვანა, არა? დაგაძალა? სიმართლე მითხარი. დედა, რა მოხდა? დამშვიდი. იმ ხალხთან მან მიგიყვანა? არავის არაფერი დაუძალებია. სანაპიროზე ვიყავით. წვეულება დავინახეთ და შევედით. შეიძლება იქ შენს დაუკითხავად წავედი, მაგრამ შესანიშნავად გავერთე. რატომ ბრაზობ? ახალი მეგობრებით შევიძინე. საკმარისი მეგობრები გყავს. ახალი არაფერში გჭირდება. ღმერთო, ვეღარ გცნობ. არ მინდა რომ იმ ხალხს კიდევ შეხვდე. რატომ რას ერჩი იმ ხალხს? არავის არაფერი დაუშავებია. არაფერი გესმისადა? ხო, არაფერი მესმის. მას შემდეგ რაც სტამბოლში ჩამოვედი, პირველად გავერთე ასე კარგად. რატომ ვცდილობ რომ ყველაფერი სანანებელი გამიხადო? ჩემს ცხოვრებაში პირველად გავერთე ასე კარგად და ესეც არ შემარგე. ხვალ ლონდონში ბრუნდები. არა, არ მინდა დაბრუნება. ჯერ ისევ არ დადეგები მაქვს. ხვალ გაემგზავრები და ასე მოულოდნელად აღარასდროს ჩამოხვალ. ჩამოსვლამდე წინასწარ გამაფრთხილებ. რატომ ამიხსენი, რატომ? არ მემორჩილები და იმიტომ. ხვალ უკან გაემგზავრები. სწავალ ჯანდაბას. მაგრამ გეფიცები შენთან ცხოვრებაში აღარასდროს ჩამოვალ. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ.